დავიძარით, დავიტვირთეთ. ეხლა საწვავსაც შევივსებთ და დაიწყო ჯავახეთის ტურნაკვეთი. Paravan supures gata tetbegulია თუ ფარავნის არაჩას ფარავანი კახინულია სუპრაზე ხარ ო ძმაო ყინვა და სატუნა დავარჯო მონადირეები რეალურად. აი მე არ ვაკეთებ ამ საქმეს. მონადირეები აკეთებენ, მონადირეების ინიციატივა. მე უბრალოდ ვეხმარები ამ საქმეს. პირველად მოხდა რომ მონადირეებმა ინტერესი გამოიჩინეს, რომ რაღაცა კონსერვაციაში ჩუმად გიღებ რო იცოდ. პატარა წვლილი შეიტანონ და დაცულ ტერიტორიებზე იმიტომ გადავწყვეტეთ, რომ თავდაპირველად მაინც ნახავ სიახლეა, აუცილებლად შეიძლება დააინტერესოს. ანუ ვიღაც პოპულარიზაცია რო გაუკეთოთ რა. რაღაცა მოიპაროს ან დააზიანოს, მეტად დაცული იქნება თქვენი მეშვეობით და ამავდროულად მეტად დიდი შანსი გვაქვს, რომ დაცულ ტერიტორიაზე უკვე ვიცით, რომ იხვები დაცული არიან და დაცულად გრძნობენ თავს და ბუდობენ
მეტი შანსია რომ თუ არა ყველა ჩემი აზრით 50-70% დაყენებული ბუდეები პირველ წელსვე იქნას დაკავებული. და მომავალ წელს 100%-ით აითვისებენ. ეგ ზოგადად ბუნებრივი თვისებაა. აითვისებენ ერთადერთი ეს კონსტრუქცია, რაც ეხა თქვენ გააკეთებთ, ჩემი აზრით, წლები იმუშავებს. კი. და ერთადერთი რაც დაგჭირდება, თივის გამოცვლა. დაგჭირდება ხოლმე და მაგას მე ყოველ ამ დროს დაახლოებით. ვიქნები და აგერ ეს კაციც აქ არის. აქ ზაფხულში მაინც ამოვდივართ, რაღაცა შევხედავთ რა ხდება, თივა კიდე ხან სანადიროთ მოდიხარ ქათამზე რაღაცა და გადაავლებ თვალს და კი ბატონო. ზოგადად ვიღაც ანუ ადამიანებთა ჯგუფის თუ ჩაერთვება ამ ყველაფრის კეთებაში ცუდია. აუცილებლად უნდა მოხდეს. თავარი მიზანი არის რომ ყველა მოიწადინოს ეს. ისი აზრი არ ექნება. 4-5 წვილი წერო ყავს ხომ ეს თორე მე იხვი მარტო დარჩება საყოთი. ბევრიც იყო, ნუ ვიღაცა მარი. ეგ რომელიაა თან სიმბოლურად ვანახოთ. ეგ არის დეიზი კათერი, ერენთი დეიზი კათერი, ერთენიანი. პროფესიონალური სეზონზე თუ მუშაობ. ვიქიდან ბანიკი მოქცეს ეგარ. თქვით ამ კაცო. იქ კოლხეთის დაბლოუზებებში რა. აი ესეთი ხმები უამრავი ფრინველის ხმას მოისმენს. დიდება შენ და მაღალო ღმერთი წყალობა ჩვენ. შეგვეჭიო სუფრის მაგნები ჩვენ რა. გვეწეოდეს. აგიბობს. ჯერ კიდე აღდგომის დღეებში ვართ და წყალობა მოგვცეს და აი ესეთი კარგი საქმეებისთვის არა მარტო ჩვენ, არამედ ბევრ ქართველს მოუმართოს ხელი და ცოტა გონებაც გაუნათოს რომ ბუნების დაცვა მარტო რაღაც თეორიულ მარტო წიგნებში არ იყოს. არ მოიცავს და არ იყოს. მარტო ისიც არ არის მარტო ბუნების დაცვა, რომ მონადირეები არიან პირველი ბუნების დამცველები, როცა ვამბობთ ხოლმე, უნდა გამოხვიდე, ხელი შეუწყო ბუნებას და შემდგომ შემოდგომაზე რა თქმა უნდა დაგიფასდება და შენი ნანადირევი იქნება ბევრად უფრო მეტი და ადვილად მოსაპოვებელი. მე მგონი მთავარი ეგაა. კი ბატონო. თქვენი შენოდა. ხო, ჩვენი პროექტი გრძელდება 15 ჩამდგმელი. პროექტი ესა ბუდეები ამოტანილი გვაქვს 15 ცალი ვართ ამ წუთში ხანჩალის ტბაზე ამ დიდებულ ადგილას რო ამოხვალ და გახედავ აგერ მეგალითური ხანის დროინდელი ისტორია გადმოყურებს ზევიდან აბულის მთა და თავისი ესეთი ლამაზი შემოსილობა და მოკლედ ვაგრძელებთ იმ საქმეს რაც გქონდა ჩანაფიქრში და გვინდა რომ მოტივი მივცეთ ბევრ ხალხს და მოტივი მდგომარეობს რაში ამ ბუდეების გაკეთებაში უკვე ამ ბუდეების გაკეთებაში მონაწილეობა მიიღო ხალხმა და ჩვენი ძალით უბრალოდ ფიზიკურად რაც ვიმუშავეთ თორე ჩვენ აღარ დაგვიხარჯია ასე რომ ვთქვათ თანხა ამ 15 ბუდის აწყობაში იყო ესეთი კარგი ადამიანები მაისურაძე შერმატინი არჩვაძე გიორგი ვაჭრიძე ანდრია ასანიძე ირაკლი და გიორგი ჩადუნელი, ჩემი ძმა და მეგობარი, რომელმაც მოკლედ შემოწირეს ზოგმა ფულადი საშუალება და ზოგმა ასე რომ ვთქვათ მატერიალური საშუალება, რითაც მოხდა ამ ბუდეების საწყობა, რომელსაც ჩავალაგებთ სამ ტბაზე და ეს სამი ტბა არის ერთი ხანჩალია, ერთი მადატაფაა და ერთი ბუღდაშენია. ამ სამ ტბაზე მოხდება ამისი განაწილება. მთავარი არის ეს ამ შემთხვევაში ვართ დაცულ ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა დარეკილია საშვი აღებულია და რეინჯერები დაგხვდნენ და მოკლედ შემოგუყვნენ და ყველაფერი კეთდება წესით და რიგით და კანონით ხო და აგერ ჩვენი ნიკაც ნიკა ბუდე ვიპოვე და ერთი ვერ ვიპოვე არ ვიცი შეიძლება იბუდა ან შეიძლება არ იბუდა რას ვაპირებთ? კი თქვი, რასაც ვაპირებთ, მაგრამ ძირითადად რა იხვი გვყავს აქ და განლაგების ტაქტიკა როგორი იქნება აქ ეს რო აუხსნათ ხალხს. პირველი რას ვაპირებთ, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ. ცოტა აქეთ მოტრიალდი რო ის მზეღო აი ფოტოში. ადამიანურად ვაპირებთ კარგი საქმის გაკეთებას, როგორც კახელები და ქართველები იყვნენ საშვილიშვილო საქმეს. ვაკეთებთ და უყურით საფუძველს იქიდან გამომდინარე რომ როგორც წეღან აღნიშნეთ გარემოზე და განსაკუთრებით
სანადირო ობიექტებზე, სანადირო სახეობებზე ზრუნვა არის ჩვენი ვალი, არის პირველ რიგში რა თქმა უნდა მონადირეების ვალი, რაც ეხმარება ამა თუ იმ სახეობების ბუნებაში აღდგენას, გაზრდას და შესაბამისად ეს მოქმედებს. რომ ბოდიში ჩაგერთვები, მე რო არ ვთქვათ, რომ იგი ამრავლებს და მისთვის ამრავლებს და ჩვენ რა ის ხო სხვას რო არ დავაბრალოთ, მივიღოთ ჩვენ მონაწილეობა. და მონადირეებისთვის და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ და მადლობა იმ ბიჭებს, ვინც თქვენს გვერდში დგას და ჩვენს გვერდში. მადლობა აი ამ ბიჭებს, რეინჯერებს, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, რომლებიც ეს ჩვენ გვერდში არიან და შემდგომში ამ ბიჭებს გაუწევენ. ეხლა გითხარი გეგმა როგორია? ჯერ აქ წყალი ასაწევიაო, როგორც გითხარეს. გეგმა გვაქვს ესეთი, ესე იგი, როგორც რეინჯერებმა გითხრეს და ლოგიკურიც არის, ჯერჯერობით თოვლი არ დამტკარა მთებზე და ეს თოვლის დნობა ჩამოდის აქვს უკვე. ამ ტბის დონის მატებას და დაახლოებით 2-3 კვირაში, რასაც ახლა ვხედავთ ამ ბალახს, ამ ბალახის თითქმის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით. თუმცა შემდგომ ისე ნელ-ნელა დაიკლებს ეს წყალი. ანუ ეს წყალი შემოვა მთლიანად ამ კუთხემდე და ჩვენ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე რომ გასულ წლებში მე ამ ტბებზე ვაკეთებდი მონიტორინგს და ანუ მეტნაკლებად ეს ადგილები კარგად გვაქვს შესწავლილი, აგერ რეინჯერებსაც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ ბავშვობიდან აქ ცხოვრობენ და აკვირდებიან ამ ფრინველებს. ძირითადად ნიხვები, გარეული იხვები ამ სწორედ ამ ტერიტორიაზე ბუდობენ და აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ კიდევ ერთი რამ, რომ პირველად გასულ წელს ჩვენ გავაკეთეთ, ანუ ფოტოდოკუმენტირება რუხი ბატის ბუდობის ხანჩალის ტბაზე და სადაც ვართ ეხლა. დაახლოებით ერთ თვეში ამაზე პატარა პუბლიკაციაც გვექნება. აჰა. სადაც ვართ ის 3 წელმა იშუდა გასულ წელს, ეხაც ვნახეთ უკვე რომ ისინი აქ არიან. ხმები ისმოდა და კი დურბინშიც დავინახეთ. მოგწალოთ. ყავს კიდევ ნამდვილი. აი ამ ზონაში. მობუდარი და ძალიან ესეთი უნიკალური სახეობაა იქიდან გამომდინარე რომ თელს კავკასიაში რამოდენიმე ათეული წყვილია და ქვესახეობაა და ემიჯნება ვთქვათ იმ წეროს რომელიც ევროპაში და რუსეთში ბუდობს და რაც შეეხება ჩვენს ხელოვნურ ბუდეებს ჩვენ გეგმავთ როგორც თავდაპირველად გქონდა გეგმაში დღეს დავაყენოთ დაახლოებით 6-7 ბუდე დაახლოებით აი ამ სანაპიროს გასწვრივ უშუალოდ აი ამ ბალახებში და რომლის სიმაღლე იქნება დაახლოებით 1 მეტრი წყლის დონიდან და წყლის დონის მატების შემთხვევაში მიუახლოვდება ნიშნულს 50 სანტიმეტრით აიწევს შემდგომ ორ კვირაში ეს სიმაღლე იქნება 50-60 სანტიმეტრი რაც თავისუფლად ჯდება იმ სტანდარტებში კი ბატონო რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს და იმედი გვაქვს რომ ამ 6-7 ბუდიდან თუ არა ყველა 4-5 მაინც იქნება დაკავებული და დაახლოებით ერთ თვეში როდესაც ჩვენ გადავამოწმებთ მათ ხელახლა ჩვენ გაგვახარებენ იქ მობუდარი იხვები და უკვე ცოტა უფრო მეტ თვენახევარში ისინი გამოიჩეკებიან და შემდგომ წარმატებით დაფრთიანდებიან. რაც შეეხება სახეობებს, როგორც ყველგან მთელს ჯავახეთში, ძირითადად ხანჩალის ტბაზე მყავს გარეული იხვი, ეგრეთ წოდებული მონადირეების მიერ ხარასულა იხვი, მობუდარი, თუმცა ამ ტბაზე ასევე ბუდობენ რუხი იხვები, ასევე ბუდობენ ქოჩორაყვინთიები, წითელთავაყვინთიები, რამოდენიმე ერთეული წყვილი ყავს ფართოცხვირა იხვიც და ჯავახეთში ამ ტბაზე არა, შემდგომ გადავართ ხუდაშენის ტბაზე, ასევე არის დაფიქსირებული ბოლოს ადგისა იხვის ბუდობაც და კარგანის რა ქვია, იხვის ბუდობაც. ნუ შესაძლებელია გქონდეს იხვინჯას ბუდობა ამ ტბაზეც, რა თქმა უნდა, და ჭიკვარას ბუდობა, მაგრამ ძირითადად ეს ბუდეები და მისი დიზაინი განკუთვნილია უშუალოდ გარეული იხვის, ხაზარულა იხვის ან რუხი იხვის უმეტეს წილი კი ბატონო
მათი ბუდობისთვის და ხელშეწყობისთვის იმისთვის, რომ ბუდობა იყოს წარმატებული. გურიაში ეძახიან თავარი იყოს. და მართლა თავარია გარეული. ყველაზე მთავარი ალბათ ჩვენს მეგობრებს უთხრათ. რატომ არის ეს საჭირო და რატომ არის თქვენი ინიციატივა ძალიან კარგი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ ვიღაცებს ეკნებათ ის განცდა, რომ ეს არის დაცული ტერიტორია, აქ მონადირეები მithumedes დღეს არაწუხებენ სახეობებს და რატომ სჭირდებათ ეს ხელოვნური ბუდეები და რატომ არ შეუძლიათ იბუდონ აქ? აქ არის ორი ძირითადი პრობლემა, რაც დღესდღეობით გვაქვს საქართველოში. პირველი ეს არის, რაც უკვე აღვნიშნეთ, რეალურად ამ თოვლის დნობის შემდგომ ეს ამ ტერიტორიაზე წყლის დონე აიწევს დაახლოებით 9 მეტრით, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს იმ იხვებს, რომელსაც დაწყებული აქვთ უკვე ბუდის მშენებლობა, ან კვერცხის დება, ან უკვე ინკუბაცია, ჩაეშლებათ ეს ბუდება, რადგან ეს ბუდები შეუდგება წყალში. კი ბატონო. პირველი და მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ბუდეები კარგად მუშაობს და რატომაც სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება, სრული კონსერვაციული თვალსაზრისით თუ სამონადირეო თვალსაზრისით გახლავთ ეს და მეორე ალტბაზე მაგალითად გასულწეს რამოდენიმე ათეული ჭაობის ძელქორი დავითვალე, მობუდარი ჭაობის ძელქორი, რომელიც მისი ბუდობის განმავლობაში ძირითადად ნადირობს წყალმცურავ ფრინველებზე, მელოტებზე, იხვებზე და მათ ჭუკებს და მათ ბარტყებზე. მაგრამ სანამ მათი ბარტყები იქნება, მისი ძირითადი სამიზნე არის სწორედ ბუდეზე მჯდომი ინდივიდები. და ანუ ეს კონსტრუქცია შექმნილია იმისთვის, რომ აქ მჯდომი, ბუდეზე მჯდომი მდედრი იქნეს დაზღვეული, ანუ არ იქნეს მარტივად ხელმისაწვდომი მტაცებლებისთვის და ძირითად შემთხვევაში აღმოუჩენიც როგორც ბარტყი, ისე კვერცხი, ისე თვითონ ფრინველს. ბარტყის შემდგომ უკვე გამოდის და ბარტყები უფრო ჩალებს აფარებენ თავს და იმით არიან დაცული. კვერცხი ბუდე და თვითონ ყველაზე მთავარი რაც არის დასული. და თქვათ ახლა ვიღაცას გაუჩნდება კითხვა, რომ აი იმაში თვითონ თუ შედის იხვი, ხო შეიძლება მტაცებელი შეუვიდეს, მაგრამ იმდენად არეალი მცირეა, რომ იქ იხვი უკვე ფრთებით და თავის საბრძოლო ხელოვნებით თავის დაცვა შეუძლია უკვე რა. პრობლემა არა აქვს არანაირი. თუ ისმეს ეგ კითხვა გაუჩნდება, შეგვიძლია ძალიან მარტივად უპასუხოთ, სწორედ დიზაინი არის შექმნილი, იმიტომ რომ ორმხრივი გასასვლელი აქვს. კი ბატონო. ერთ მხრიდან შევიდა, დედრი მეორე მხრიდან გაქცევით შველის თავს და ყოველთვის ველურ ცხოველებში და ფრინველებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადარჩეს დასრული ინდივიდის, დასრული მდედრი, ვიდრე კვერცხი ან ბარტყი, იმიტომ რომ დასრული ინდივიდი არის გამოცდილი, მას შეუძლია ადრეულ ეტაპზე ბუდის ჩაშლის შემთხვევაში ახლიდან დაიწყოს ბუდობა, ან მომავალ წელს ცადოს და ბარტყი ჯერ უნდა გაიზარდოს, დაფრთიანდეს, მერე გამოიაროს მთელი ზამთარი და მერე დაიწყოს ბუდობა. თუმცა ძირითად შემთხვევაში, რადგან ეს არ არის ბუნებრივი ჭაობის ძელქორისთვის, კი, ისინი შეიძლება მასზე დაჯდნენ დასასვენებლად. მაგრამ როგორც ასეთ ეს ჭაობის ძელქორი ესე დამჯდარი და ძებნით და ესეთ ადგილებში შეხედვით მსხვერპლს არ ეწევს. ჭაობის ძელქორის პირველი ტაქტიკა არის ფრენით წყლის ზედაპირზე, ჭაობის ზედაპირზე მსგავს ჩალიან და ბალახიან ადგილებში ნელი ფრენით და ესე აი ჭაობის ძელქორი ზუსტად მოვიდა და მოისალმა ტრიალებს სადაც ფრინველია. გაიგო რომ ასე საუბრო. ანუ ესეთი ირაოსაც ეძახიან ერთ ადგილზე, მე უფრო ვიტყოდი ამ შემთხვევაში ფარფატით, იმიტომ რომ ერთ ადგილზე არ ჭირდება, ესე ნელი ფრენით და ფარფატით ეძებს მსხვერპლს. ეს იქნება ბარტყი, ეს იქნება ბუდეზე კვერცხებზე მჯდომი მდედრი თუ თუნდაც კვერცხები, კვერცხებსაც სიამოვნებით მიირთმევს ის. ამიტომ გარდა ამისა, აქ ამჟამად ჩვენ გვყავს ძუძუმწოვარი ცხოველები, მაგალითად მელიები, ხო და მელიებიც ერთ-ერთი საფრთხეს წარმოადგენს იხვებისთვის და მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც წყალშია უკვე ჩადებული და რაღაც სიმაღლეზეა წყლის ზონიდან, იცავს ასევე ძუძუმწოვარი მტაცებლებისაგანაც ფრინველებს. აი ეს არის ორგანიზმი ყველაფრის მომუშველი. კი, კარგი იყო, მე მგონი საკმარისია, აგერ ორი ჩორა ჩაგვიჯდა ეხლა მაგას ხო ჩვენ კადრში. ნელ-ნელა წავიდეთ. ეს არის მამალი ქოჩორა.
საქმე კი, ეხლა უკვე დანარჩენი თუ რამე მოგვინდება საუბარი იქნება თუ აზრი დაგვებადება, კეთების პროცესის დროს საინტერესო იქნება ეგეც რა. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე რა. ვიწყებთ საქმეს ბიჭებო.